სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა სულიერ ცხოვრებაში უამრავი პრობლემა წარმოჩინდება, რომელსაც ჩვენი გამოუცდელობით და ნაკლებ სულიერებით ვერ წყვეტთ ხოლმე. და ამიტომაც მივმართავთ იმ მადლის მიერ საშუალებას, რასაც წმინდა მამების გამოცდილება ქვია, რომელიც მათ თხუზულებებში არის დაცული და შენახული. და იმისათვის, რომ ისინი ვიკითხოთ, ერთგვარი სტიმულია, როდესაც და мотивაციაც, სწავლაც თუ როგორ უნდა ვიკითხოთ, ის რომ აი ჩვენ პერიოდულად ზოგიერთ წმინდა მამის თხუზულებებს ვკითხულობთ და ძალისაებ გაანმარტავთ. იცით, რომ დიდ მარხვაში უკვე მე რამდენი მარხვა ისააკასურის თხუზულებას ვკითხულობთ და აი დღესაც გარკვეულ პრაქტიკულ საკითხებზე გვესაუბრება წმინდა მამა. ვფიქრობ, ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ესეთ კითხვას სვავს წმინდა მამა, ვინაა ყველაზე უფრო ძლიერი? გასაგებია, რომ აქ არ იგულისხმება ფიზიკური სიძლიერე, არც გონებრივი სიძლიერე, ინტელექტუალური უпроსწორად, არამედ აქ იგულისხმება სულიერი სიძლიერე. და ჩვენ ეს სიძლიერე გვმართებს, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება, სულიერი ცხოვრება არის სულ ბრძოლა. ოღონდ ეს ბრძოლა უნდა იყოს კეთილი ბრძოლა, როგორც პავლე მოციქული ამბობს. იომე კეთილი ომით, იბრძოლე კეთილი ბრძოლით. ანუ ღვთისათვის სათნოთ იბრძოლე, ქრისტესთვის იბრძოლე, მოუგე ბრძოლა ამასოფლის სულს, შენს დაცემულ ბუნებას, შენს ნებას, თავად ეშმაკს შენს გულში. ეს არის კეთილი ომი, კეთილი ომი, ბრძოლა. და ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, სწორი ხედვა და აი ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე. ისააკასური ასეთ პასუხს, ვინ არის ყველაზე უფრო ძლიერი? ის, ვინც დროებითი მწუხარების და ჭირის დროს და რატო დროებითი მწუხარება? იმიტომ რომ ამ ქვეყნიური ყველაფერი დროებითია. მთელი ცხოვრება რო სულ გტკიოდეს, მაინც დროებითია. არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება რაღაცა ტკივათ. არა, უпроსწორად ყველას რაღაცა გვაწუხებს, მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევები. მაგრამ ავადმყოფობა, თქვათ, რომელიც მუდამ თანსდევს, თქვათ, ადამიანს, ხო, ზოგიერთს. მაგრამ ეს დროებითია. ამიტომ ხას უსვავს ისააკასური დროებითი. და ვინც დროებითი მწუხარების და ჭირის დროს მხნეობას ავლენს. პრაქტიკული ცხოვრებითაც დასტურდება ჩვენს გვინახავს, რომ ადამიანები, რომლებსაც რაღაცა აწუხებს, ეს მათ ვერ ამარცხებს და ისინი მიუხედავად ამისა ინარჩუნებენ მხნეობას, მართლაც ეს ადამიანები ძლიერნი არიან და სამაგალითო. და რომლის ცხოვრებაშიც და მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ანუ შეიძლება ადამიანს გქონდეს ესეთი ძლიერი ნებისყოფა, ძლიერი ნერვული სისტემა და გქონდეს რაღაცა პრობლემა და აი უძლებს ბოლომდე უძლებს. მაგრამ ეს არ არის ძლიერი. ძლიერია ის, ვინც ამასაც უძლებს და პლუს, რომლის ცხოვრებაშიც ჭეშმარიტი სიცოცხლე და გამარჯვების დიდებაა დაფარული. და ვინ არის ესე იგი ჭეშმარიტი სიცოცხლე? და ვინ არის ის გამარჯვებული და რომელიც განდიდებულია? ხო, ვინ არის? იესო ქრისტე. ანუ ერთის მხრივ ის არ შეუშინდება არანაირ განსასწელს და მეორეს მხრივ მასში ქრისტეა დაფარული, ანუ მასში ქრისტე ცხოვრობს. ის არის ძლიერი. ფაქტობრივად რა გამოვიდა, ისევ აი ყველაფერი დადის სწორედ აქამდე. ვინ არის ძლიერი? ვიშიც ქრისტეა. და ვიშიც ქრისტე არ არის? ნუ აბა რა ძლიერია. თუ ქრისტე არ არის და ფსიქოლოგიურად ეწინააღმდეგება, თქვათ, რაღაცა განსასწელს. თუ ეს განსასწელი დროებითია, მისი ეს ფსიქოლოგიური ძლიერებას დროებითია. და რაც მარადიული არ არის, ის არაფერს არ წარმოადგენს და როგორ შეიძლება იყოს ძლიერი ის, რაც მარადიული არ არის. ხო, აი ესია. იმიტომ რომ ადამიანზეა საუბარი და არა ქვაზე. შემდეგ კითხვა სვავს, ვის შეიძლება ვუწოდოთ განათლებული? ამაზე ხო ძალიან ბევრი გვიფიქრია ჩვენს, ბევრი გვისაუბრია, ბევრი დაწერილა. ყველა შეთანხმებული ვართ იმაში, რომ ინტელექტუალური ცოდნა და აკადემიური ცოდნა განათლებას არ ნიშნავს. ნახოთ რა პასუხს გაგვცემს ისააკასური. მას ვინ შეძლო ამ სოფლიურ სიტყვებაში არის განსასწელები, ტკივილები, პრობლემები, მაგრამ სიტყვებაც ახლავს ამ სოფელს და ამავე დროს არიან ადამიანები, რომლებსაც
აი ეს გარეგანი ტკივილი ნაკლები აქვს, თუ გარკვეული წლები მაინც, ახალგაზრდობაში მაინც. ხა სიბერე ყველასთვის ნელ-ნელა მწარდება. გონიერი ადამიანისათვის სიბერე არ არის სიმწარე პირიქით, მაგრამ ამ ქვეყნიური თვალსაზრისით. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს განსასწრელი ნაკლები აქვს და სიამტკბილობა უფრო მეტი აქვს, თითქოს ესეც ჩანს, ყოველ შემთხვევაში გარედან ასეც ჩანს. ისააკასური ამბობს, ვინ არის განათლებული, ვინც ამ სოფლიურ სიტყვებაში შეძლო, ანუ ადვილი არ არის, შეძლო სიმწარის დანახო. ესეთი ადამიანი გონიერია, რა თქმა უნდა და განათლებულიც, იმიტომ რომ ამით განათლება ხო საღვთო მადლს უკავშირდება და ამით ისააკასური მიგვანიშნებს, რომ ვინც ამ სოფლიურ სიტყვებაში ფუფუნებაში სიმწარეს ხედავს, ის მადლის მიერად ხედავს და მადლის მიერად არის განათლებული. და აგრძელებს და საკუთარ თავს მისგან დალევის უფლება არ მისცა, ანუ არ მოიხიბლა, არ დათორა ამას სოფლის სიტყვებით. მას ვინც, ანუ აგრძელებს კიდევ ვინ არის განათლებული, მას ვინც მუდამ ეძებს სულის გადარჩენის გზას. კი არ ეძებს, მუდამ ეძებს, შეუჩერებლივ ეძებს. ანუ ეს ამ ქვეყნიური სიტყვება მას არ მიაძინებს, არ დაასუსტებს სულიერად, არ გადაახვევინებს იმ ცხოვრების საზრისიდან, არამედ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ფუფუნებაში და კომფორტშია, თუ ვინმე არის ასეთი, ის მაინც არისვენებს, არამედ მუდამ ძიებაშია და რის ძიებაშია? სულის გადარჩენის, ანუ ამ სიტყვებაში განიცდის იმას, რომ იღუპება. ანუ ის არ არის ბედნიერი ბოლომდე. უბრალოდ ამას სოფლის სულით ის საერთოდაც არ არის ბედნიერი. იმიტომ რომ გადარჩენას ვინ აწევს? ვინ ყვირის მიშველეთო, ვინც იღუპება და ვინც არ იღუპება და ვერ ხვდება რომ იღუპება, ის მიშველეს არ ყვირის და გადარჩენის გზა არის რა მდგომარეობა? გადარჩენა მინა მიშველეთ, ვიღუპები, მიხსენ და შეუჩერებლივ ისწრაფვის მასზეთ, ამ გზაზე შეუჩერებლივ ისწრაფვის. რატო შეუჩერებლივ? იმიტომ რომ როგორც კი გაჩერდება ან შეანელებს, დინება წაიღებს. ან ის როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ეშმაკი როგორც მტვინავი ლომი დაეწევა და ესე იგი დაიჭერს მას. ამიტომ ის შეუჩერებლივ არ უნდა გაჩერდეს. გაჩერება სულიერ ცხოვრებაში არის, ეს არის აი მომაკვდინებელი მდგომარეობაა და ჩვენ ვიცით ეს საკუთარი თავიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მუდამ ვჩერდებით. მუდამ დაპაუზებული გვაქვს. გესმით? მუდამ და აი ხანდახან ცოტა წამოვიმართებით და რაღაც ლაზვნით მივდივართ, მე ისევ გავჩერდები. მე ისევ გავჩერდები. უნდა მივახციოთ ჩვენ ცხოვრებაში იმას მაინც, რომ არასოდეს გავჩერდებთ. გასაგებია რომ რაღაც მწვერვალებს ვერ წვიტავთ, მაგრამ ის მაინც გავაკეთოთ, რომ აი არასოდეს არ გავჩერდეთ. ამას რომ ვამბობ, აი თან ბერჯილ ვამბობ ასეთ საკითხებს, ბერჯილ ვეხები. რატო ვეხები? ჯერ ერთი ჩემი თავი გამჭირებია, მინდა გითხრათ. და მეორე, ახლა მე ხო მიწევს შეხება, გასაგებია, თქვენ ხო აწყდები ამას მუდამ და ძალიან დიდი ინტენსივობით და ძალიან დიდი პროცენტით, თქვათ სამრელო ცხოვრებაში. გაჩერებული, დამოხრუჭებული ადამიანები. სანამ არ განუდგება ამ სოფელს, რომლისაგანაც მუდამ იცავს საკუთარ გრძნობებს. განათლებული არ შეიძლება უწოდოთ იმ ადამიანს, სანამ ამ სოფელს არ განუდგება. განდგომაში არ იგულისხმება მაინდა-მაინც მონაზნობა, აქ იგულისხმება გულისმიერი მდგომარეობა, იმიტომ რომ ამ სოფელში ხარ თუ მონასტერში ხარ, მონასტერში რა ეს სოფელი გასვენებს, იქაც შემოდის და მისგან მუდამ უნდა იცავდეს საკუთარ გრძნობებს. ვეცაც გეტყვით, თუ ადამიანი მონაზონია, ის უფრო მძაფრად აღიქვავს ამას. და ამიტომ სულ ჭირდება ადამიანს ამას სოფლის სულისგან საკუთარი გრძნობების დაცვა. რათა მასზედ დაქვემდებარებული და მის მიერ საიდუმლო, ანუ არ აღმოვჩნდეთ დაქვემდებარებული, დამონებული მასზედ, ამას სოფლის სულზე და ამავე დროს ამას სოფლის მიერ საიდუმლო საუნჯისგან განძარცვული არ აღმოვჩნდეთ. საიდუმლო საუნჯე რა გვაქვს? სადაც არის საუნჯე თქვენ, იქ არის თქვენი გული, ხო? სადაც არის საუნჯე რა არის? ძვირფასი განძი. რა განძია ეს? რა ქვია ამ განძს? ეს არის იესო ქრისტე. სხვა განძი ჩვენ არ აგვაქვს. და
განძი ჩვენშია დამარხული, იმიტომ რომ ქრისტიანები ვართ, იმიტომ რომ ნათლღებულები ვართ და მისგან განძარცული შეიძლება აღმოვჩნდე თუ წარმიტაცებს ამას სოფლის სული. აი თუ ადამიანი ასე ცხოვრობს, მას შეიძლება უწოდოთ განათლებული ბრძანებს ისაა გასული. ეხლა ეს სოფელი ახსენა რამდენჯერმე, ხო სწორია? და ახლა კითხვა სვავს. კი, მაგრამ ეს სოფელი რაღა არის? ესე იგი, როგორც კი იწყებს ეს სოფელი რა არის? ძალიან ცუდი შეფასებით იწყებს. ნახეთ, ერთი მხრივ ქრისტიანობამ ეს სოფელი გარდაქმნა განსაცვიფრებლად, აი რომ გადახედავთ ხო სოფლიო ისტორიას, რა იყო სამყარო ქრისტემდე და რა არის სამყარო ქრისტეს მერე. თვით ეს ხო მორწმუნე ადამიანებს არ გაუკეთებიათ როგორც ასეთი, მოდი, იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანი ამაზე ნაკლებად ფიქრობს, ან ვინ მოისმენდა ესე ადვილად მათ. უბრალოდ თითქოს ესე მოხდა, მე ახ ზუსტად არ ვიცი ამის ისტორია, მაგრამ რაღაც ესე მოხდა, თითქოს ბუნებრივი იყო სამყაროსათვის, რომ სამყაროს ყოფიერების აღრიცხვა, აი დროთა განმავლობაში, ხო დროშია განფენილი სამყარო, ხო? ეს კალენდარული სისტემა ორ ნაწილად გაყოფილიყო ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომ. სამყარო რეალურად შეიცვალა. სამყარო რეალურად შეიცვალა, შესაბამისად ეს სოფელი უკეთესობისკენ შეიცვალა და რა თქმა უნდა, ქრისტიანობა მიცის ეს სოფელი რა არის და როგორ არის. მაგრამ დამოკიდებულება ამ სოფლის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ამ სოფელს აკეთილშობილებს, დამოკიდებულება მაინც პრინციპული აქვს, იმიტომ რომ ეს ის სოფელია, რომელმაც ქრისტემ მოკლა. ეს ის სოფელია, სადაც კაენის მოდგმა მკვიდრობს, ჩვენში ყველაშია კაენის სული, ანუ ერთმანეთსადმი უსიყვარულობის და ღვთისადმი ურწმუნოების. ეს არის ადამიანი. და ამიტომაც როგორც კითხვა სვავს რა არის ეს სოფელი და პავლე მოციქული როგორ ამბობს, სოფელი ჩემ და მოჯო არც მოვარ, არც და მე სოფლისადმი. ხო, ჩემსა და სოფელს შორის ქრისტეს ჯვარი წამოიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. დამოკიდებულება როგორი უნდა მქონდეს ამ სოფლის მიმართ. აი, ისააკასური ასე ამბობს, ეს სოფელი მეძავია, რომელიც მისი სილამაზის გამო მასზეთ გულის თქმით მომზირალს თავს შეაყვარებს. ანუ მაცდუნებელია. გასაგებია ხო რა სიმბოლოებია? ცდუნების სიმბოლო, ცდუნების უნარი აქვს. და ჩვენ ხო ვიცით ეს. ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით ეს, როგორი მაცდუნებელია ამ სოფლის სიკეთეები, ხო? ამ სოფლის ფუფუნება და ასე ამ სოფლის სიკეთეებში მარტო ფიზიკური კი არ შედის. პატივმოყვარეობა, ესეც საკუთარი სიმართლის გატანა, საკუთარი ნიჭიერებების რეალიზება და მისით ტკბობა, გესმით? საკუთარი სახელის განდიდება, პედესტალზე დგომა, აპლოდისმენტების მიღება, ეს ამ სოფლის სულია ყველაფერი და ის გატკბობს, გაცდუნებს და გულის თქმით უმზერ, თავს შეგაყვარებს. და რატომ არის ეს საშიში? შენ თუ ეს სოფელი შეიყვარე, გარდაცვალება არ მოგინდება. უკვე თვითონ ეს ფაქტი ისეთი ცუდი რამეა, იმიტომ რომ გარდაცვალების დრო რომ მოვა, შენი მზერა წინ კი არ იქნება ქრისტესკენ. ანუ გარდაცვალების იქეთ, არამედ ისევ უკან იქნება ლოთის სოლებით, გახსოვთ უკარო იყურება და მარილი სვეტად იქცევა. მარილი სვეტი ამ შემთხვევაში ის მართლა მოხდა, მაგრამ სიმბოლოა გულქვაობისა, უსიცოცხლობისა. სიცოცხლე აღარ იქნება შენში. იმიტომ რომ სიცოცხლეა წინ გარდაცვალების იქეთ და შენ იყურები უკან, სადაც სიცოცხლე არ არის, გესმით? იმიტომ რომ რატო? შეგაყვარა თავი. გიყვარს. არ და ქრისტე უნდა გიყვარდეს. ვინც თუნდაც ნაწილობრივ აღმოჩნდება ამა სოფლის სიყვარულით შეპყრობილი და მონუსხული ნაწილობრივ, იმიტომ რომ შეიძლება ამ დროს გაჩნდეს, ხო, კარგი, კაი, გასაგებია, ცოტათი მაინც რომ მიყვარდეს, რა მოხდება? მას არ ძალობს მისი მარწუხებიდან თავის დახსნა. რა ვიცი, ამაზე რა შეიძლება ვთქვა? ეს ხო ყველას გამოგვიცდი. და ნახეთ მე რომ მისი ამ სოფლის მარწუხებიდან თავის დახსნა არ ძალოს, სანამ ეს სოფელივე, რომელიც ასე შევიყვარეთ და რომელმაც მოგუნუსხვა, არ წაგვართმევს სიცოცხლეს, ფიზიკურ სიცოცხლესთან ერთად ქრისტეს გვართმევს და როდესაც ეს სოფელი საბოლოოდ ყველაფერს წაართმევს ადამიანს და ფიზიკურ სიცოცხლესაც, რაღაცა შეგემთხვევა, ავადმყოფობა იქნება, განსასწრელი, უბედური შემთხვევა, ასე შემდეგ, ძალადობრივი რაღაცა, ბოლო-ბოლო მოკვდა, ხო? დაგაბერებს და მოკლავს. ყველაფერს წაართმევს ადამიანს და სიკვდილის დღეს, როცა მას სახლიდან გამოიტანენ მიცვალებულს, მაშინ გაიგებს ადამიანი, მისი უკვდავი სული, მაშინ გაიგებს, რომ ეს სოფელი ნამდვილად მლიქვნელი და ცრუა, მაგრამ
შეიძლება უკვე ეს გვიანი იყოს უკვე. იმიტომ რომ ადამიანი აღარ იყოს მზად მარადისობაში ცხოვრებისათვის, იმიტომ რომ ყველაფერი აქ დატოვა. თავისი მისწრაფებები, თავისი სურვილები, რაც თავარია, თავისი სიყვარული დატოვა აქ. ეს უყვარდა, ეს სოფელი. და იქით არაფერი ესაქმებოდა. ხო და რო არაფერი არ ესაქმებოდა, აბსოლუტურად მოუმზადებელია. ეს აი ამას ნიშნავს. ეხლა ხო ამას კითხულობს ადამიანი და მე კითხვა შდება, კი, მაგრამ რთულადაა საქმე, რა გვეშველება? ჩემ თავს ვერაფერს ვერ უხერხებ, ადამიანი იტყვის. ვერ უხერხებ ჩემ თავს ვერაფერს. და ამ კითხვას სვავს ზუსტად ახლა. რა ვქნათ, როდესაც საკუთარი თავი არ გვემორჩილება. არც თუ იშვიათად ხდება, რომ ადამიანის ერთი ნაწილი უფალს მიყვება. ადამიანის ერთი ნაწილი ჩვენში რაღაც ნაწილი ღმერთს მიყვება. ხოლო მეორეს ისევ ჩვენში ამ სოფელში დარჩენას სურს. რამე თუ მისი გული ვერ შორდება აქაურობას, ასე დროს ადამიანი თითქოს გაყოფილია, ხან წინ იყურება და ხან უკან იყურება. უფალმა კი იცის უწყის რა ასეთების ორჭოფობა, არასრულყოფილი განშორება სოფლისგან და შიში განსასწელსთა წინაშე, ამიტომ მათ გასაძლიერებლად მათგან სისუსტის განსაშორებლად ბრძანა. ეს იმპერატიული ტონით ნათქვამი სიტყვები. ესე იგი, ორჭოფობაში რო ვართ, უფალმა იცის ეს ჩვენი ორჭოფობა, შესაბამისად რწმენა მოგცა, მაგრამ მაინც ვორჭოფობთ, მადლი განგვაცდენინა, მაინც ვორჭოფობთ. ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რამე ისეთი მოახდინა, რომლითაც რწმენა ცოცხლოვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ აგვაქვს და მაინც ვორჭოფობთ და გვესმის ქრისტეს იმპერატიულად ნათქვამის სიტყვები, რომელსა ნებავს შემოდგომა ჩემ და უარყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექინ მე. რომ იქნებ აი ამ იმპერატიულად წარმოთქმული აი ამ სიტყვებით, შეუვალი სიტყვებით, რომლის რევიზიას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავატარებთ, გამოგვაფხიზლოს, შეგვეშინდეს ქრისტეს დაკარგვის და ეს ორჭოფობა ჩვენში დავასრულოთ. ესე იგი, საკუთარი თავი უნდა ვუარყოთ. ხო, ამას ნიშნავს. საკუთარი ნება, საკუთარი სიმართლე, საკუთარი ეგოიზმი უნდა ვუარყოთ. და რას ნიშნავს საკუთარი უარყოფა? კვლავ სვავს კითხვას ისააკ ასური. პასუხი ასეთია: ჯვარცმისთვის გამზადებულს, აი საკუთარი თავი როგორ უარყო, რას ნიშნავს ეს და ჩვენ ხო ჯვარს ვატარებთ, უარყავ თავი თვისი, აღიღეთ ჯვარი, ხო? და მივყვებით უფალს, ანუ ჩვენს ჯვარსახოვანი გზა არის, ჩვენი ცხოვრების გზაც. ჯვარცმისთვის გამზადებულს მხოლოდ სიკვდილის შესახებ ხსოვნა აქვს. აქ სიკვდილის ხსოვნა შემოაქვს, რომ გახსოვდეს, რომ აუცილებლად მოკვდებით, პასუხს აგებ ღვთის წინაშე, ეს გარდაუვალია და ეს გეხმარება, რომ ეს ორჭოფობა შენში დამთავრდეს. მხოლოდ სიკვდილის შესახებ ხსოვნა აქვს. და ამგვარად ადის ჯვარზე, ანუ ჯვარზე უნდა ავი. რა თქმა უნდა, ჩვენ პატარა ჯვარზე. ჯვარზე ასვლა გულისხმობს, რაც ქრისტემ თქვა, რომ ჯვარი კი არ გადააგდე, კი არ გაგიუქმე შენ ჯვარი, არამედ შენი ჯვარი უნდა აიღო და შენ ჯვართან ერთად გამომყვე. ამიტომ ადის ჯვარზე. ამიტომ ჯვარი ყოველი ტანჯვისთვის განმზადებული ნებელობა, ანუ რა არის ჯვარი? ჩვენ განსასწრებელი რო გვაქვს ტანჯვის სახით და შემდეგ ჩვენი ნებელობა მზად არის, რომ ეს იტვირთოს. ეს არის ზუსტად ჯვარი, ნებაყოფლობითი. უფალი ასე გვასწავლის, რომელმან მოიპოვა სულითვისი, წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, მაჰპოვოს იგი. ხო? ეხლა ეს ხო ურწმუნო ადამიანს არ ესმის. ეს არის სიტყვები, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია, არა თუ ურწმუნოსათვის, არამედ იმ მორწმუნისათვისაც, რომელიც ვერ მიმხვდარა, რომ ქრისტეა მისი ცხოვრების ანი და ჰოე, ყველაფერი ქრისტეა. მეცას გვეტყვით, მხოლოდ ქრისტეა ცხოვრების საზრისი. მხოლოდ ქრისტეა სიცოცხლე. სხვა ყველაფერი სისულელია. აი სანამ ამას ადამიანი ბოლომდე არ გააცნობიერებს, მანამდე ვერ ხვდება აი ამ სიტყვებს, რას ნიშნავს, კაცო, რომელმან მოიპოვა სულითვისი, წარიწყმიდოს იგი, რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, მაჰპოვოს იგი, ვერ ხვდება ადამიანი. ანუ ადამიანი საკუთარ თავს ჯვარსახოვანი გზით მოიპოვებს, ვინც ამ სოფელზე ზრუნავს, ამ სოფელში ზრუნვაში იმას კი არ გულისხმობს, რომ მოყვას ეხმარები და სიკეთეს აკეთებ და შენ მოვალეობას ღირსეულად აღასრულებ, არამედ ამ სოფელში სამოთხეს რო იწყობ, აი ეს იგულისხმება. და მთელი შენი ინტერესები აქროა. ვინც ამ სოფელზე ზრუნავს, ის საკუთარ თავს იმ იმედს ართმევს, რომლის გამოც მოწამეობრივი გზა ერჩია. მოწამეობრივი გზა ერჩია ვინ? ვინ ერჩია მოწამეობრივი გზა? ყველა ქრისტიანი არის მოწამე. ანუ რა არის ჩვენ, რას ნიშნავს ჩვენი მოწამენი რო ვართ? იმას კი არა რომ მაინდა-მაინც ყოლავენ და გტანჯავენ ქრისტესთვის, ეს ფუფუნებაა, ეს გვერგვინია, მაგის ღირსე უნდა გახდე.
არამედ მოწამეობრივი გზა ქრისტიანის მიერ ნიშნავს, რომ ჩვენ სულ ვამოწმებთ და ვამოწმებთ, რომ ქრისტე არის ღმერთი. თუ შენ ქრისტიანი გახდი, შეუდექი ქრისტეს, როგორც ნათლობის აღთქმაშია, გახდი ესე იგი ქრისტეს შემოსილი, მაშინ შენი ყოველდღიურობით ხალხმა უნდა დაინახოს, შენ რო გიყურებე, რომ ქრისტე არის ღმერთი. ამას ნიშნავს მოწამეობა და მოწამეობრივი გზა და ვინც ეს მოწამეობრივი გზა ერჩია, მაგრამ თან მთელი ინტერესები ამ სამყაროში აქვს და იქით არ იყურება, მაშინ გამოდის, რომ საკუთარ თავს იმედს ართმევს. ეს იმედი თავად იესო ქრისტეა. რამე თუ ამ ქვეყნიურზე ზრუნვა ღვთისათვის მოწამეობრივ ცხოვრებასთან არ მიგვაახლოვებს, ეს ერთმანეთთან კავშირში ვერ იქნება. ღმერთთან ერთად ნეტარ ცხოვრებასთან მიახლოების შესაძლებლობას არ მოგცემს. ანუ ისე დაამთავრებ ამ ცხოვრებას, ვერ მიხვდები რა ბედნიერებაა ქრისტესთან ყოფობა. ანუ შენთვის ამ ქვეყანაზე სასופველი დახურული იქნება. სწორედ ეს იგულისხმება ნათქვამში, ხოლო რომელმან წარიწყმიდოს სული, თვისი ჩემთვის. ანუ ჩემი სიყვარულისათვის მაჰპოვოს იგი. ანუ იგი რა მარადიული ცხოვრებისათვის დაიცავს ამას. ამ ცხოვრების უარმყოფელს უფალი ამგვარად ეტყვის, როგორც დაგპირდი ამ ცხოვრების უარყოფილს როგორც დავპირდი, ასე ვეტყვი მე ცხოვრება საუკუნო მივცე მას. ანუ უფალი გპირდება და შეგისრულებს ამას. ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაშივე საქმით გიჩვენებ ჩემს დანაპირებს, ქრისტეს მაგივრად საუბრობს ამ შემთხვევაში ისააკასური, ქრისტეს სულით. ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაშივე საქმით გიჩვენებ ჩემს დანაპირებს, განგაცდევინებ მომავალ სიკეთეებს და ამ ყოველივეს მაშინ მიიღებ, როცა ამ ცხოვრებას მოიძულებ, ანუ არ გიყვარს ეს სოფელი, იმიტომ რომ ქრისტე გიყვარს. სიყვარული ამა სოფლისა მტრობაა ღვთისა, გავიხსენოთ წმინდა წერილის სიტყვები. სასიკვდილო საფრთხის დროსაც კი ამგვარად მომზადებული გონებისათვის აღარც ბრძოლა იარსებებს, აღარც ტანჯვა. სინამდვილეში რატომ? იმიტომ რომ ადამიანს როცა აღარ ეშინია, აღარაფრის და მათ შორის სიკვდილისაც აღარ ეშინია. და თუ ამ სოფლის სიყვარულისთვის მკვდარია, სიკვდილი რომ მოვა ბიოლოგიური, ვეღარ მოგკლავს, იმიტომ რომ მკვდარი ხარ ამ სოფლის სულისთვის. და იმ სიცოცხლეს, რომელიც შენშია, რომელსაც იესო ქრისტე ქვია, ის შიშით როგორ მიეკარება. გესმით? შენში არის სიცოცხლე, რომელსაც ის ვერაფერს დააკლებს. ხოლო ამ ქვეყნიური სიცოცხლე შენთვის მკვდარია, შენ მის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გაქვს. ასე რომ თუ ადამიანი მარადიული, მომავალი და ნეტარი ცხოვრების სიყვარულისათვის არ შეიძულებს თავის ცხოვრებას ამ სოფელში, ვერ შეძლებს იმ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების ღირსეულად გადატანას, რომლებიც ყოველთვის ექნება ამ სოფლად. ანუ ყოველთვის ექნება გარანტირებულად ამ სოფლად, მწუხარება, უამრავი ტანჯვა და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებლად უნდა შეიყვაროს მარადიული და მომავალი და ნეტარი ცხოვრება. შეიყვაროს და იმისათვის რომ შეიყვაროს, ეს სოფელი უნდა შეიძულოს. თუ ეს სოფელი არ შეიძულა, და ამიტომაც არის ეს სოფელი რო გვიყვარს და ჩვენი სიცოცხლის იდენტიფიკაციას, აი ჩვენთვის სიცოცხლე რა არის? აი აქ ყოფნა, ამით და განსასწრებელი აქ მოდის, ეშმაკი ამით გუმართავს. ეს არის სხვა ბერკეტი ეშმაკს არა აქვს. ამ სოფლისადმი ჩვენი სიყვარულია მისი ბერკეტი. გახსოვთ ქრისტეს ცდუნება როგორ უნდა? ქშია შეჭამე რა, შეჭამე. ესე იგი, შენ გინდა რომ შენ სიტყვას მოусმინო და შენ ძალაუფლება მოიკრიბო ამ სოფელში, გადმოხდი იქიდან და რომ არ დაიმტრები და დაინახავენ და აი ფიქრებენ ეს ვინ არის და ამოყვება. გინდა რომ შენი წესები დააკანონო, აი ძალაუფლებას მოგცემ. სულ ამ სოფლით манипуლირებ ქრისტესთან და რა თქმა უნდა ქრისტეს რა თქმა უნდა ვერაფერს დააკლებდა, თუმცა მან ბოლომდე არ იცოდა ის ხო საიდუმლოებას განკაცებისას ვერ წდებოდა და ხედავდა ადამიანს და ფიქრობდა ადამიანი როა და როშია ამას. რაღაც გეგმები რო აქვს ამ სოფელში. დავიჯერო ვერ ვაცდუნებ და ვერ აცდუნა, იმიტომ რომ იესო ქრისტე პიროვნულად ადამიანი არ არის, მაგრამ ჩვენ რას გვიზავს? გესმით, ჩვენ რას გვიზავს? აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა არის ძალიან მძაფრი და აი ეს ამასოფლის სული, რომელიც შემოგვაქვს ჩვენ ეკლესიაში, ის არის ხელის შემშლელი იმისათვის, რომ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვიყოთ. ფიქრობდი, ახლა წამეკითხა თუ სხვა დროს, როგორ შეიძლება ამასოფლის სული შემოვიტანოთ, ამასოფლის სული შემოვიტანოთ ეკლესიაში. ოღონ ეს არის სამაგალითოდ მომაქვს წმინდა პორფირი კავსოყავილელის შესახებ იხსენებს ერთი ადამიანი.
სავარაუდოდ ქალბატონია. უკავშირდებოდა, კავშირზე იყო ტელეფონით და შემდეგ ამას იხსენებს და მის წმინდა პორფირი კავსოკავილერის ცხოვრებაში არის ეს წერილი. სახელწოდება ესეთია, მისი ტელეფონი ღამეს კი დაკავებული იყო წმინდა პორფირის. ეს არის ისეთ რომ ამხელა უდიდესი წმინდანია, პაისი ათონელის თანამედროვეა ფაქტიურად და ათონზე იყო მონასტერში და ის ერში მსახურობდა. ის ქალი ესე იხსენებს, დრო ძალიან ცოტა იყო, ტელეფონზეც კი რთული იყო დაკავშირება მასთან. მით უმეტეს რომ დღე ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხი იყო, მასთან ძალიან ბევრი ხალხი იყო. ერთხელ მითხრა რომ ღამე დამერეკა, ანუ ვერაფრით ვერ დაუკავშირდა და ღამე დამერეკა. 2 საათზე ან 5 საათზე. პორფირი მუთხრა ამ ქალს. დავიწყე რეკვა. მაგრამ ვერაფრით დაუკავშირდი, სულ დაკავებული იყო, იმიტომ რომ სულ ვიღაცები ღამეც არ აძინებდნენ და წმინდა პორფირის. უამრავი ადამიანი ურეკავდა, ძალიან ბევრი საზღვარგარეთიდანაც ურეკავდა. ასეთი ამაო მცდელობები ჩემ გაღიზიანებას იწვევდა. ნახეთ რა საინტერესოა. წმინდა პორფირი, წმინდა პორფირი რო ყავს მოძღვრად. მის ცხოვრება ვისაც წაკითხული გაქვს და მისი, რა ვიცი, დარიგებები, ეს არის განსაცვიფრებელი წმინდანი მე-20 საუკუნის. ის რო ყავს შენ მოძღვრად, ის ყავს შენ მოძღვრად. და მასთან ურთიერთობაში არ ხარ განკურნებული, რომ გაღიზიანებული ხარ. ჩემს გაღიზიანებებს იწვევდა. მადლობა ღმერთს, რომ გულწრფელად წერს, კარგია ეს. ბოლოს როგორც იქნა მოვახერხე გასაუბრება, რომლის დროსაც მან როგორც მადლმოსილმა მოძღვარმა მითხრა, ანუ ძალიან ეგრევე ხვდებოდა ადამიანს და ძალიან ჭრეტელობის საოცარი ნიჭი ქონა, სულ მალავდა ამ ნიჭს, მაგრამ ცოტას იყენებდა ისევ ადამიანთა საჭიროებისათვის. მან როგორც მადლმოსილმა მოძღვარმა მითხრა, ნუ ვღიზიანდებოდი და ყოფილიყავი ყოველთვის მშვიდად. ეხლა ამას რო გეტყვის და თან რომ მიხვდი, რომ შენი მოძღვარი რომ მიხვდა და წმინდანი როა და რომ მიხვდა, რომ შენ ეს გჭირს, ხო უნდა სინანული დაგწყებოდა. ნახეთ რა ხდება? ამის პასუხად შევჩივლე, რომ ამ ბოლო დროს განზეთ აღმოვჩდი. ანუ ვეღარ უკავშირდები. ჩემი ჩივილი მასთან კამათში გადაიზარდა. მოძღვარი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. მაგრამ მისი ასაკის, გადაღლილობის, ბოლოს იცით რომ დაბრმავდა, ბოლოს ვეღარ ხედავდა. მისი ასაკის, გადაღლილობის, ავადმყოფობების გამო იძულებულია რაღაცას შეცვალოს, რათა ცოტა კიდევ იცოცხლოს, რომ ჩვენივე სარგებლობისათვის კიდევ ცოტა ხანი იყოს ჩვენთან. და ეხლა ეუნება პორფირი ქალს ამ ადამიანს, რა მოვიმოქმედო, ძალები აღარა მაქვს, ყველას ვჭირდები, მაგრამ უკვე ვეღარ აუდივარ. განაწყენებული არიან ჩემზე. წმინდა პორფირის იყვნენ განაწყენებულები. აი შენც კი განაწყენებული ხარ, ეთყობა ეს ახლობელია, თანაც ტელეფონის საშუალებით რო აქვს ურთიერთობა, ეთყობა ახლობელი ადამიანია. აი შენც კი განაწყენებული ხარ. თუმცა თავისებურად მართალი ხარ. იმას იხსენებ, რა კარგი დრო იყო ადრე. და დღეს კი რა მდგომარეობაო? ეთყობა ადრე ცოტა ხალხი იყო. იქნებ გგონია რომ ძალით გიშორებ. მაგრამ თუ აღარ შემილია, რა მოვიმოქმედო? მიპასუხე, რა, გინდა რომ მოვკვდე პორფირი ამ ქალს. ეხლა ეს აპროტესტებს, არიღებს. არა მამაო, არა, ასეთი რამ როგორ შეიძლება ვიფიქრო? და თითქოს მიხვდა, ხო, რომ მოვკვდეო კაცო, მოძღვარი გეუნება, რომ აღარ შემილიაო. თითქოს უნდა გამოფხიზლდეს, ხო? გასაგებია რომ სიკვდილი არ უფიქრია, მაგრამ ვერ თავისუფლდება ეგოიზმისგან. აი ეს კიდევ ერთ იმის მინიშნად, რომ ეს მოდის ადამიანი ეკლესიაში და ამას სოფლის სული შემოაქვს და არაფრით არ ტოვებს, ამას სოფლის სულს ებღაუჭება. ხო თითქოს სინანულში რომ ჩავარდნილიყო და აგზელებს. უბრალოდ დაბეჯითებით მოვითხოვ თქვენგან, ესეთი წერილია. დაბეჯითებით მოვითხოვ თქვენგან, რომ დამეხმაროთ, რათა ჩემი სირთულები გადავწყვიტო. რომლებიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო მწვავდება. ეთყობა ამ სირთულების შესახებ იცოდა წმინდა პორფირიმ და ეუნება პასუხად ეხლა რომ და მე ვლოცულობ შენთვის, წმინდა პორფირი ეუნება. ამან მაინც ხო უნდა გამოგაფხეზოს წმინდა მოძღვარი ლოცულობ შენს. არა. ლოცულობთ, მაგრამ მამაო, შედეგი არ აჩანს.
ხო და ნუ მე ეუბნება რომ ღმერთის იმედი გქონდეს ჩემო შვილო და ამით თავდება წერილი იმედი ეს ქალი ასე მოვიდოდა. გესმით როგორ შეიძლება ამა სოფლის სული ტანჯავდეს აქ ყოფ ადამიანს გესმით ეს არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითად თან ვისთან წმინდა პორფირი კავსოკავილებით აი გვაქვს ხა мотиваცია რომ ვის ცხოვრება წაიკითხოთ უამრავი წიგნებია მის შესახებ გამოსული ნახეთ შეგვეციოს უფალი და მოგცეს სიბძე და გონიერება სწორესულიერი ცხოვრებისა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამენ